მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე, როგორც იქნა, რაღაც გადამხვდა თავს და ეხლა როგორც იქნა გიწერთ ვიდეო გაშლას, რა თემასაც პრინციპში არ გამიკეთებია გაშლა და დღევანდელი ჩვენი ტარო გაშლა იქნება იმაზე თუ რას მოგიტანს ეს შემოდგომა, ხო? მსგავსი თემა, მსგავს თემას უბრალოდ არ გადამიღია ეს ახლო პერიოდი, ხო, შემოდგომასთან დაკავშირებით, ამიტომ იყოს რატომაც არ ვფიქრობ, რაღაც ინფორმაციული და საინტერესო იქნება. ხო. ასე რომ დავიწყოთ, გვექნება სამი პოზიცია. როგორც სულ, პირველი პოზიცია, მესამე პოზიცია, მესამე მეთქი მეორე პოზიცია. ნუ ალბათ მესამე უნდა რომ იყოს და დავდოთ მესამე, ხო? რატომაც არა. მაშინ ეს იქნება მეორე პოზიცია და ასე იქნება. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია, ხო? აირჩიეთ, რომელი ქვაც უფრო მოდის თქვენთან ახლოს. რეზონირებს თქვენთან უფრო ახლოს. ისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და შემდეგ შემოგვერთდეთ. მე კი დავიწყებ. ესე დავიწყოთ. კარგი. დავიწყოთ პირველი პოზიციით და პირველი რისგანაც დავიწყებთ არის ის, რომ აი ამ შემოდგომის პერიოდში, შემოდგომის ისეთი ჯადოსნური პერიოდია ძალიან ტრანსფორმაციული, ინტუიციური, საინტერესო. ჩემთვის ეს ძალიან ისეთი პერიოდია, როდესაც რაღაც უფრო მეტად ინტუიციურად ვგრძნობ თავს. ნუ, უფრო სწორად რო თქვა, ჩემი ინტუიცია უფრო მეტად მკვეთრდება, უფრო იღვიძებს. ბუნებასთან კიდევ უფრო რაღაც სხვანაირ კავშირს ვგრძნობ და ვფიქრობ, შემოდგომა ძალიან საინტერესო ეპოქაა. მთელი ეპოქაა და მართლაც კიდე საერთოდ სხვა თემაა. კარგი, ნახოთ პირველი პოზიციის ცხოვრებაში. აი ეს შემოდგომის სტადია უფრო სწორია, ხო? ეს შემოდგომის სტადია რა მთავარი ენერგიით დახასიათდება. ნახოთ. პრინციპში ვინ თქვა სწორი და არასწორი, ჩვენ რაც გვინდა, ისე ვთქვით, ხო? ისე დავასახელოთ. კარგი, რომელი დასტა იქნება წამყვანი პირველ პოზიციასთან? ეს დასტა თუ ეს დასტა? პრინციპში ორივე იქნება წამყვანი. კარგი, ჯერ ვნახოთ თავარი წამყვანი ენერგია პირველ პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომის დროს. განდეგილი. საინტერესო. კარგი, გავერკვით ახლა ჩვენ ეს განდეგილი. კარგი, განდეგილის ენერგია. გასაგებია. პირველ პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომის დროს, პერიოდში, ხო? მაგრამ უფრო ვრცლად გვითხარით, აი ეს განდეგილი რაში გამოიხატება? უფრო მეტად აქ იქნება, ესე იგი პირველ პოზიციის ამ შემოდგომის პერიოდში წამყვანი ენერგია იქნება განდეგილის ენერგია, მაგრამ აი ამ წუთასვე ნუ შემოხკრავთ რაღაც ქვნეშებს და იმას, რომ რა საშინელება და რაღაც არა მშვენიერია მეგობრებო, ეს იქნება პერიოდი, სადაც პირველი პოზიცია რაღაც უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებთან დარჩება, საკუთარ ემოციებთან დარჩება, უფრო, აი როგორ თქვა, უფრო კარგად იგრძნობთ თუ რას გეუბნებათ თქვენი ინტუიცია, უფრო მკვეთრად იგრძნობთ თქვენი ინტუიციის მესიჯებს თქვენს მიმართ. უფრო დარჩებით შინაგან მესთან თქვენ და შინაგანი მე, ხო? აი, გექნებათ დრო, რომ იყოთ თქვენს შინაგან მესთან. ვისთვისაც ეს აქამდე ან ვერ ხერხდებოდა, ან დრო არ იყო, ან რაღაც გარემო პირობები ესეთი არ გვაძლევდა ამის შესაძლებლობას, ხო? აი, იცოდეთ, რომ აი ახლა მოდის ეს პერიოდი, როდესაც პირველ პოზიციას აქვს შესაძლებლობა დარჩეს საკუთარ თავთან. და ისი ამოვნოს საკუთარი თავის კომპანიით, უფრო მეტად
დავახლოვდეთ თქვენს შინაგან სამყაროს, რაღაც აღმოჩენები გააკეთოთ თქვენ საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხო? ეს ენერგია იქნება მთავარი წამყვანი ენერგია ამ შემოდგომის პერიოდზე. რა თქმა უნდა, ახლა ეს 3 თვე საკმაოდ დიდი დროა და მარტო ერთი ენერგია არ იქნება, ბუნებრივია, ბევრი სხვადასხვა ენერგიები იქნება აქ შეცვლის ერთმანეთს, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, მთავარი წამყვანი, როგორ თქვა, მთავარი წამყვანი ფერი. თავად წამყვანი ფერი ამ ისტორიაში იქნება ეს არკანი, განდეგილის ხო მეცხრე არკანი, ასე რომ ვისთვისაც აქტუალურია მიიღეთ, ხო? კარგი, ნახოთ ახლა ჩვენ, ხო? მთავარი ენერგია ამ შემოდგომის ვნახეთ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. ზოგადად მე ეს გაშლა ხა არ დამიწერია და ახლა რაც მომდის აზრად იმას მივყვები. და ახლა ვფიქრობ, მოდით სფეროებად გავაკეთოთ მაშინ, ხო? რომ რაღაც უფრო მეტი კონკრეტულობა მივცეთ და პირველ პოზიციას უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული ჰქონდეს, ვნახოთ აი რომელი სფერო გააქტიურდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომის პერიოდში, ხო? საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ აი უფრო რომელი იქნება აქტუალური პირველი პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომის დროს. სასიყვარულო ურთიერთობები, თვით განვითარება, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინა, ყოველდღიური თქვენი რუტინა, ან თქვენ და ოჯახი, ვისთვისაც რომელი უფროა ის აიღეთ, თუ ყველა სფერო ერთად, ხო? ნახოთ, აქ აშკარად ნახეთ, ბევრი ტრანსფორმაცია იქნება, საინტერესო ძალიან. კარგი, მაღალი არკანი იქნება ის, თუ სადაც იქნება აი ჩვენთვის საინტერესო ამბები. ყველგან იქნება ბუნებრივია, მაგრამ რადგან საჯაროა ხა ჩვენ ზოგადად ვნახოთ სასიყვარულო თვითგანვითარება, ყურადღება, ჯანმრთელობა და თვითგანვითარება, კარიერა, სამსახური, ნელ-ნელა მივდივართ, ფინანსები, რუტინა თუ ყველა სფერო. მეგობრებო, პირველ პოზიციას აქ ვლოცავ ყველა სფერო, ბინგო, ყველა სფერო იქნება პირველ პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომის სტადიაზე ჩართული, ასე რომ ვთქვათ, გააქტივირებული. თუ აქამდე რაღაც ან ერთი სფერო არ იყო, ან მეორე არ იყო, ან საერთოდ არ იყო, იცოდეთ, რომ ყველა სფეროები აქ ჩაირთვება, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება აქ თვითგანვითარებას, ჯანმრთელობას და რუტინას. თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, თქვენ და თქვენი ოჯახი, ან თქვენ და თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. აი ამ სამ სფეროს განსაკუთრებით შეეხება ეს შემოდგომა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ყველა სფერო იქნება აქ ჩართული, ხო? კარგი, მაშინ ჩვენ ვნახოთ ზოგადად ახლა. ამას არ გავწე, რომ არ დამავიწყდეს რომელი სფერო რომელი. კარგი, მაშინ თვითგანვითარებით დავიწყოთ, ხო? თვითგანვითარებით აქ. ჯაჯმენტის არკანი რო დაგუჭდა, რა იქნება აქ თვითგანვითარებაში, რას მოუტანს ეს შემოდგომა პირველ პოზიციას თვითგანვითარების სფეროში. გამოღვიძებას მე ვიტყოდი, ესე დავდებ, რომ დაინახოთ. მე ვიტყოდი აქ პირველ პოზიციას თვითგანვითარების სფეროში, თუ აქამდე რაღაც არ ხდებოდა არაფერი, იყო მძინარე სტადია თვითგანვითარებასთან დაკავშირებით, იცოდეთ, რომ აქ გამოღვიძება მოდის თქვენი პიროვნული გამოღვიძება. თქვენ აქ არ გამოგივათ ის, რომ კომფორტულ ზონაში იჯდეთ და არანაირი ცვლილებები არ მოახდინოთ საკუთარ თავში. იქედან დაწყებული, რომ აქაც როგორი არკანი ამოგვივიდა, პირველ პოზიციას აქ ძალიან სიღრმისეული თვითგანვითარების მომენტი ექნება. ამიტომ ეს სფეროც ბუნებრივია, ლოგიკურია, რომ ამოვიდა აქ, რა თქმა უნდა. აქ გაღრმავდება თქვენი ინტუიცია, წინათ გრძნობა, სიმბოლოების შესაძლოა მოვიდეს თქვენთან სიზმრებში, ან ინტუიციურად მიაქციოთ ყურადღება ისეთ ასპექტებს, სადაც განსაკუთრებით არის რაღაც სიმბოლოები გამოკვეთილი. არ ვიცი, აქ ნებისმიერი რაღაც შესაძლოა იყოს ეზოთერიული კუთხით, მთავარი მესიჯი, რაც მინდა მოგაწვდინოთ, არის ის, რომ თქვენი ინტუიცია ძალიან გააძლიერდება და გექნებათ სურვილი, რომ რაღაც ახალი, როგორც თქვა, რაღაც ახალი მოხდეს თქვენში.
პიროვნულად, ხო, თქვენს შინაგან სამყაროში და შემდეგ უკვე გარეგანში. აქ ბუნებრივ პირველ პოზიციას ექნება სურვილი, რომ რაღაც განავითაროთ. არ იყოთ რაღაც მოწყენილები და აი ამ შემოდგომას ბუნებრივ ახლა ამინდი რომ იცვლება, სიცივეები მოდის, ხო? ანუ უფრო ტემპერატურა ესეთია აღარ გვაქვს დამებლუკან, აღარ გვაქვს ისეთი ცხელი ამინდები, ასე რომ ვთქვათ, ხო, ვიღაცისთვის შესაძლოა ეს სევდიანია, ვიღაცისთვის არა, მაგრამ თუ სევდიანია, იცოდეთ, რომ აქ პესიმიზმს არ მიეცეთ, არამედ პირველი პოზიცია პრინციპში მასაც იზამს და აკეთებს, მე ვფიქრობ, არ დაყრით თქვენ აქ ფარხმალს, არამედ პირიქით რაღაც უფრო პოზიტიურად ეცდებით, რომ გადართოთ თქვენი თავის ფოკუსი და საკუთარ თავზე გადმორთოთ ზუსტად ეს ფოკუსი, რომ რაღაც ამინდზე ან ირგვლივ რა ხდება კი არა, არამედ შიგნით. სიღრმისეულად ჩახვიდეთ საკუთარ თავში და რაღაც შეცვალოთ თქვენს თავში შინაგანად. აი ამის დრო მოდის, აი ამას მოიტანს აქ მთავარი, რასაც მოიტანს ეს შემოდგება. ახლა ვისთვის რა იქნება, ამას მე არ ჩამოხმავდები, მეგობრებო, იმიტომ რომ ბუნებრივია საჯარო გაშლა და ყველასთვის სხვადასხვა რაღაც იქნება ეს, ხო? ამიტომ აქ ვისთვის რა იქნება, უკვე თქვენ თვითონ გააკეთებთ ამ მიგნებებს. იდეაში ზოგადი ინფორმაცია მივიღეთ აქ. კარგი. გასაგებია, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა. ხო, ამაებს გადავწევ ახლა მე. მეებს გადავწევ. ეს პრინციპში აღარც ჭირდება თვითგანვითარება. რას მოიტანს ეს შემოდგომა პირველი პოზიციის თვითგანვითარების სფეროში? აქ ჩიაბიოტის არკანი, რომ დაგვიჩინეთ და გვაჩვენეთ რას. თვითგანვითარება კი არა და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაში აბა მე კიდე უფრო მეტად რაღაც რატომღაც თვითგანვითარებაზე ვიყავი ჯერ კიდე გადართული და ვერ გადმოვერთე. ხო, აქ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შემდეგი ისტორია პირველი პოზიციისთვის. ესე იგი, აქ იქნება ცვლილებები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს უფრო ფიზიკური თუ მენტალური. ფიზიკური, რომელიც გამოწვეულია მენტალურად. რა თქმა უნდა, ყველა ფიზიკური მომენტი ჩვენში გამოწვეულია ჩვენი ფსიქოლოგიური, მორალური მდგომარეობით. ამიტომ აქ შემიძლია ვთქვა, გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს რაღაც ისეთი ფაქტორები, რაც ჩაგაგდებთ საფიქრალში, ხო? ვიღაცას აქ რაღაც რუტინული საკითხები აქვს, ოჯახის თემები, ბავშვი, სამსახური, ფინანსები, სახლი, ხო? სხვადასხვა ერთი სიტყვით, მაგრამ აი მიუხედავად ამ ბევრი ფიქრისა, ბევრი მღელვარების, თავარი აქ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველმა პოზიციამ გააკონტროლოს მისი ჯანმრთელობა. არ იჯდეთ ბევრი, არ იფიქროთ ბევრი თქვენს ფოთვებზე, სტრესებზე, იმაზე რაც გსტრესავთ ერთი სიტყვით, არამედ იმოქმედოთ. და შემდეგ თუ ამას გაითვალისწინებთ, შემდეგ უკვე ეს ცვლილება იქნება დადებითად თქვენთვის. ხო? იმიტომ რომ აქ ორაზროვანი ინფორმაცია, მაგალითად, თუ აქ პირველი პოზიცია არ იმოქმედებს აქტიური ფიზიკურად არ იქნება და იჯდება თავის რუტინაში და უფრო მეტად იფიქრებს, იშფოთებს და ასე შემდეგ და არ იქნება ფიზიკურად რანაირი აქტიურობა, რა თქმა უნდა, თქვენი ჯანმრთელობა არ იქნება დიდად სტაბილური აქ. და თუ პირველი პოზიცია რაღაც მიცემს მიმართულებას მის ჯანმრთელობას, იფიქრებს უფრო ჯანსაღ კვებაზე, ხო? შეინარჩუნებს რაღაც ისეთ გრაფიკს მისი ცხოვრების, სადაც არ იქნება ზედმეტად გადატვირთული, ან თუ ზედმეტად გადატვირთული გრაფიკია, რაღაც კვირის ერთ დღეს მაინც აიღებს, ან 2 საათს დღეში მაინც გამოყოფს, ან 1 საათს, სადაც განიტვირთება, ხო? ან ბუნებაში გაისენებს, ან მედიტაციას გააკეთებს, ან რაღაც, ხო? ეს ინფორმაცია, კი, აი ეს ინფორმაცია არის აქ. ასე რომ აქ უფრო მეტად ასეთი, აქ მე გექნებათ იმის მოლოდინი, რომ მე აქ რაღაც ვერდიქტებს გამოგიტანთ, რომ ჯანმრთელობა ცუდი ან კაი. აქ გააჩნია თქვენ როგორ წაიყვანს თქვენს ჯანმრთელობას, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენზე არის აქ დამოკიდებული. ძალიან დამოკიდებულია თვითონ პირველი პოზიცია როგორ წაიყვანს მის ჯანმრთელობას.
ასე რომ ასეთი ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადავიდეთ რუტინაზე, ხო? რუტინაზე ხა მე კიდე ორი პოზიცია მაქვს წინ და ძალიან არ მინდა რომ აქ შევჩერდებ მხოლოდ პირველ პოზიციაზე. კარგი, რუტინა. ყოველდღიურ რუტინაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში რას მოუტანს ეს შემოდგომა პირველ პოზიციას? რუტინიდან გამოსვლას, მე ვიტყოდი აქ, რაღაც რუტინიდან გამოსვლას, ხო, სიახლეს, ცვლილებებს. ანუ თუ აქამდე რაღაც ესეთი სიტუაციები იყო, ვინმესთან დაკავშირებით, თქვენ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ან თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ერთი და იგივე რაღაც ხო ციკლურობა, რაც პრინციპში შესაძლოა მოსაწყენიც კი იყო თქვენთვის, აქ არის რაღაც რუტინის შეცვლა. თქვენი რაღაც ყოველდღიური რუტინის ცვლილება აქ. კი. უფრო აი რა სახის ცვლილება აქვს? აქ შესაძლოა იყოს რაღაც ისეთი ურთიერთობები? ხო, აქ შესაძლოა იყოს ურთიერთობების თემა ასევე ოჯახის წევრებთან, ან თქვენს ახლო ადამიანებთან, ვინც ყოველდღიურად არის თქვენს რუტინაში ჩართული, ხო? შეიძლება ეს იყოს მეზობლები, ან არ ვიცი, ხო? ან რაღაც საკითხები, რაც ყოველდღე მეორდება. აქ რუტინასთან დაკავშირებით არის მომენტები, რაც აი როგორ თქვა, გამოგაგდებთ თქვენი რუტინიდან. ეს მომენტები გამოგაგდებთ რუტინიდან, ხო? ყველასთან სხვადასხვა იქნება ეს, რა თქმა უნდა, ერთი სცენარი არავისთან არ იქნება, ყველასთან ინდივიდუალური მომენტები იქნება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისეთი ცვლილებაა ეს არ იქნება მარტივი. პირველი პოზიციისთვის, ხო? აქ რაღაც მომენტებში შესაძლოა პირველმა პოზიციამ ის იქნას, რომ თითქოს ნიადაგი მიდის ფეხქვეშ. ფეხიდან, ხო? აი ნიადაგი გეცლებათ ფეხქვეშ თითქოს, უფრო სწორად რო ვთქვა. აი ეს შეგრძნება შესაძლოა იყოს აქ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. აი რაღაც რასაც თქვენ ხართ შეგუებულები და თქვენთვის არის ეს ასეა და მურჩა და ყოველდღე მე ამას ვხედავ და კომფორტულად ვარ, ხო? აი რაღაც ასეთი ცვლილება, რაც ამას შეცვლის. და ამის ცვლილება გამოიწვევს ბუნებრივად დისკომფორტს და იმის განცდას, რომ აი რაღაც ისე არ არის მე როგორც მინდა იყოს, ხო? აქ საკმაო ისეთი მომენტში როგორ თქვა, ეხლა ვფიქრობ, რა სიტყვები გამოვიყენო აქ, რომ რაღაც უფრო ისე სწორად მოვიტანო თქვენამდე ეს. ასე ვთქვათ, ეს არ იქნება იოლი ცვლილება თქვენს რუტინასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხო? ეს არ იქნება მარტივი რაღაც. აქ არის რაღაც ფაქტორები, რაც მომენტში შესაძლოა შემზღუდველიც კი იყოს თქვენთვის, არაკომფორტული ფაქტორები, ხო? აი ეს, რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისთვის, რომ თქვენ სხვანაირად შეხედოთ სიტუაციებს, გამოხვიდეთ კომფორტული ზონიდან და განვითარდეთ, იმიტომ რომ თავარი არკანიც როგორი გაქვთ აქ, ხო? განდეგილი. ტოტალური შინაგანი ცვლილებები აქ პირველ პოზიციასთან. რჩევა ამ რუტინასთან დაკავშირებით, რომ ისე მოხდეს ეს ცვლილებები, რომ როგორც უკეთესი იქნება პირველი პოზიციისთვის. რჩევა მოусმინოთ თქვენს ინტუიციას, არ გადავარდეთ ეგრევე რაღაც დასკვნებში, ემოციების ფონზე. აქ იქნება მოჭარბებული ემოციური ფონი თქვენს რუტინასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია თქვენს ყოველდღიურ, აი როგორ თქვა, იმ ადამიანებთან, ვისაც ესეთი სტაბილური ადგილი უჭირავთ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, ხო, აი ამ ადამიანებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს რაღაც მომენტები ან სიტუაციებთან დაკავშირებით, რაც თქვენში გამოიწვევს რაღაც ემოციურ შფოთვარებას, გაურკვევლობას, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველმა პოზიციამ არ აყვეს ამ გაურკვეվել ბუნდოვან ემოციებს ჩაცხრეს და ცივი გონებით მიუდგეთ აი ამ რაღაც სხვადასხვა საკითხების გადაჭრას იქნება თუ აღმოფხვრას თუ მოგვარებას, ხო? ესე იგი აქ რჩევა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, აუცილებლად სიმშვიდე და სილაღე, იცი, მოდუნდით და მიყევით სიტუაციებს. რადგანაც უცნაურია რომ დაიყოს ეს და მომენტში ვიღაცებისთვის რთული, მიყევით იმ ცვლილებებს, რაც შემოდის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნუ შეგეშინდებათ ამ ყველაფრის. უბრალოდ, რა თქმა უნდა, არ გამორთოთ თქვენი გონება, ხო? ცივი გონება, სულ იქონიეთ ცხელი გონება, ცივი გონება, ხო? რომ აი დაინახოთ ნათლად ობიექტურად რა ხდება და რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ.
პრინციპში ხო ეს ესეთი ძალიან ზოგადად ახლა მე შევეხე ამ სფეროებს, სადაც მაღალი არკანები ჩვენ ამოგვევიდა. უბრალოდ საჯარო გაშლის დროს მეტი სიღრმისეულად ვერ ჩავალ, რადგანაც კიდევ წინ ორი პოზიცია გველის და ზოგადად ეხლა ვკითხოთ ხო ზოგადად რას მოიტანს ეს შემოდგომა პირველი პოზიციის ცხოვრებაში გულიც კი ამიშქარდა. აქაც იგივე ამბავია, მეგობრებო, აბსოლუტურ თვითგანვითარებას. აბსოლუტურ თვითგანვითარებას და ეს თვითგანვითარება მოხდება თქვენი ემოციების მეშვეობით. ანუ გარემო ზეგავლენას მოახდენს თქვენს ემოციურ ფონზე, რაც თქვენ მოგაღვიძებთ და შეგცვლით. მე არ ვამბობ, რომ ეს იქნება მხოლოდ ბედნიერება და ნეტარება. ბუნებრივია, ხო? ხან ისე, ხან ასე, ხან კიდევ სხვანაირად და ჭრელად. ეს არ იქნება სტაბილური და მარტივი მომენტი, რა თქმა უნდა, პირველ პოზიციის ცხოვრებაში, მაგრამ ეს გამოიწვევს უდიდეს ცვლილებას თქვენში, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას გაეხსნებით და თქვენთვის აქტუალური იქნება ეს ყველაფერი. ხო? ვისაც არ იქნება სურვილი თვითგანვითარების, არ არის პრობლემა. თქვენზე არის დამოკიდებული. ასე რომ კარგი, რჩევა ისეთი პირველ პოზიციას აქვს. მოусმინეთ თქვენს ინტუიცია არის ყველგან აქ. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, რჩევა არის მეტი ემპათია სხვა ადამიანების მიმართ. ასევე ძალიან კარგი იქნება მედიტაცია, რელაქსიური პრაქტიკები, ამავდროულად ისეთი აქტივობები, რაც დაკავშირებულია შემოქმედებასთან. მოხალისეობრივი პროექტებიც არჩეულებრივი იქნება, აქ მინდა გითხრათ. საკუთარ თავზე მოსმენა და სხვა ადამიანების გრძნობების და სხვა ადამიანების გათვალისწინება. სხვებზე დახმარებაც რაღაც მომენტში, ხო? მე ვიტყოდი, ეს მომენტი არის მე პირველი პოზიციისთვის ის, რომ აღმოაჩინოთ საკუთარ თავში სიყვარული. არ ეძებოთ ის გარედან, არამედ შინაგანად აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ეს და აივსოთ. და ამის ფონზე განვითარდეთ. ემოციური ინტელექტის განვითარება და აწევა. ასე რომ ასეთ საინტერესო ინფორმაცია იყო აქ პირველი პოზიციისთვის, ვისაც დაგაინტერესათ, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით, ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ბედის მატრიცის სესიებზე. მივესალმები მეორე პოზიციას. ნახოთ, თავარი წამყვანი ქურუმიქალის არკანი განმომიტრიალდა, ჩავდებ და თუ საჭიროა ისე ვამბობ. მეორე პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომის სტადიაზე თავარი წამყვანი ენერგია რა იქნება. ბუნებრივია ახლა ეს 3 თვე დიდია და ენერგიები შეიცვლება, მაგრამ ისეთი მთავარი basic ენერგია რაც იქნება ამ 3 თვის განმავლობაში მეორე პოზიციის ცხოვრებაში, აბა. ბედის ფორტუნა. და იქ კიდე ქურუმიქალიც გავიხსენოთ, ხო, რომ გადმომიტრიალდა. ტყუილად არ გადმოტრიალდა. მე მაინც აქ დავბრუნდები ქურუმიქალის არკანს და იმასაც გავუსვებ ხაზს, რომ აქ იქნება ინტუიციის მომენტები, გამოღვიძება, ციკლის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში. გამოღვიძება კი, რაღაც სულიერი გამოღვიძება. ასევე, რა თქმა უნდა, აქ აბსოლუტური ცვლილებებია. ვიღაცისთვის ცვლილებები, ვიღაცისთვის ციკლის შეცვლა, ვიღაცისთვის სცენარის განმეორება, ან პირიქით სცენარიდან გამოსვლა. ნახოთ ახლა დეტალურად. ოკეი, გვაჩვენეთ Wheel of Fortune-ის ენერგია წამყვანი მეორე პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომაზე. რაში იქნება? რაში გამოიხატება ეს არკანი? всё. დახურვა, დასრულება. მაშინ ეს არის ციკლის დასრულება. ციკლის დასრულება, სადაც ნახეთ უბრალოდ რამდენი სამივე ხმლის ელემენტია აქ. ესე იგი, ტკივილები, გულის ტკენა, იმედგაცრუება, ტყუილი, ოდესღაც ვიღაცა მოგვატყუან, ვიღაცებმა მოგვატყუეს, ხო? ყველაფერი მძიმეს, ერთი სიტყვით ხო ხვდებით რაც ვამბობ, დახურვა თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი რაც იწვევს ტკივილს, ტკენას, ესე გახსენებათ, გზარავთ, ჯერ კიდევ რაღაც ესეთი
აი როგორ თქვა, აი ქართულად რა ქვია, კაი ნატკენები გულზე, ხო, ან ისეთი სულიერი ტკივილები, რაც გაქვთ, ტრამვები, ხო? აი ეს ყველაფერი დაგროვილი მასალა, ამ ყველაფრის საბოლოო დახურვა თქვენს ცხოვრებაში. აი რაღაც საბოლოო всё დასრულდა. და ამის დასრულება, საერთოდ გაშვება, აი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ოღონდ ისეთი სახე, სადაც თქვენ რაღაცას უშვებთ. რაღაცას უშვებთ წერტილს უსვამთ, აი რაღაც საბოლოოდ მიდის თქვენი ცხოვრებიდან. რაღაც საბოლოოდ სრულდება თქვენს ცხოვრებაში და ეს რაღაც არის ის, რაც თქვენ გაბრკოლებდათ, ის, რაც არ გაძლევდათ შესაძლებლობას, რომ უფრო გულუბრყვილად ყოფილიყავით, უფრო ღიად, უფრო ლაღად, მოგესმინათ საკუთარ ინტუიციაზე, საკუთარ გულზე, საკუთარ გრძნობებზე, იქნებოდა ეს ბლოკები თუ შიშები, ამ ყველაფრის მოხსნა, დახურვა. ხო? კარგი. ნახოთ ახლა რომელ სფეროში, რომელ სფეროში არა, რომელი სფერო იქნება აქ ისეთი გააქტიურებული ამ პერიოდის განმავლობაში, ხო, ამ შემოდგომის პერიოდში. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია, მაგრამ ისეთი მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენები, სადაც იქნება მაღალი არკანით გვაჩვენეთ. სასიყვარულო სფერო, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, მეორე პოზიცია და მისი რუტინა, ყოველდღიური ცხოვრება, და თუ ყველა სფერო ერთად. მაღალი არკანით, აბა, სასიყვარულო სფერო, მაღალი არკანი, მაგრამ პენტაკლების დედოფალი, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინა თუ ყველა სფერო ერთად. მაღალი არკანი როასაც არ ამოვიდა. მე მგონი აქ ყველა სფეროში. აქ რაღაც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სფეროები. აქ ყველა სფეროში იცვლება ენერგიები, მაგრამ სხვადასხვა სფეროებში სხვადასხვა სფეროები იქნება აქტუალური. ასე რომ აქ მაღალი არკანი არ გვაქვს არც ერთ სფეროზე, ამიტომ მაშინ ზოგადად ვიკითხოთ, რას მოიტანს ეს შემოდგომა. აქ მაშინ წავალთ აი ამ მიმართულებით. ვიცი რომ სასიყვარულო სფერო ბევრისთვის აქტუალურია და დავტოვებ. ვიცი რომ გაინტერესებთ და დავტოვებ. კარგი. დავიწყოთ სასურველით უმრავლესობისთვის. სასიყვარულო სფეროში რას მოუტანს მეორე პოზიციას ეს შემოდგომა. ეს ახალ ეტაპს თუ ახალ ნაცნობობებს. ახალ ნაცნობობებს. ან ახალ ადამიანს მოიყვანს თქვენ სასიყვარულო სფეროში ეს შემოდგომა, ან ნაცნობობის უკვე სხვა საფეხურზე გადაყვანა, ან ურთიერთობის სხვა საფეხურზე გადაყვანა. უფრო აი ამას, ახალ ენერგიებს, სადაც თქვენ გადადიხართ კიდევ სხვა საფეხურზე თქვენ სასიყვარულო სფეროში, აი ახალში, საინტერესოში, სადაც არ არის რაღაც დამღაყებული მოსაწყენი სიტუაციები და ენერგიები, ხო? კარგი. ზოგადად, რას მოუტანს ეს შემოდგომა მეორე პოზიციას მის ცხოვრებაში? აქ არის საქანელის ეფექტები, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში სულ არის ეს, არ არის აქ ის, რომ აი რელაქსი და სულ რელაქსი, აქ იქნება რაღაც მომენტები ამ პერიოდის განმავლობაში მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რაც ცოტა турბულენციას შემოიტანს, ხო? თუმცა ეს არ არის აქ მთავარი არის ის, რომ ეს შემოდგომა მოგცემთ ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რომ რაღაც თქვენი შინაგანი სამყარო უფრო ზომიერებაში მოვიდეს, უფრო დაალაგდეს, უფრო დამშვიდდეს, უფრო მეტად იმოქმედოთ, უფრო რაღაც ბევრი რაღაც შექმნათ, თქვენი ინტუიციის მეშვეობით, თქვენი კრეატიულობის, თქვენი იდეების და შემოქმედების მეშვეობით, რომ უფრო მეტად იგრძნოთ, აი, სად არის თქვენი გული, რა გინდათ, რა გავსებთ, რისი გაკეთება გსურთ და იმოქმედოთ. ზოგადად ეს შემოდგომა საკმაოდ ისეთი ემოციური იქნება აქ მეორე პოზიციისთვის, როგორც დადებითად, უფრო დადებითად, როგორც დადებითად, ასევე როგორ თქვა, ნეგატიურად არ მინდა რომ თქვა ეს სიტყვა, რომ არ მინდა რომ გამოვიყენო ეს სიტყვა, ხო? როგორც დადებითად, ისე საპირისპირო.
ვცდილობ როგორ დაუვაროთ. ხო, ასე რომ აქ ისეთი ფაზები იქნება, შავიც იქნება, თეთრიც იქნება და ნაცრისფერიც იქნება ამ შემოდგომაში, მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, მეორე პოზიციაზეა დამოკიდებული უფრო მეტად თქვენ როგორ წარმართავთ სიტუაციებს, როგორ გამკლავდებით ამ ემოციურ მომენტებში, ხო? რა მიმართულებას მისცემთ. ანუ მე ვიტყოდი, ეს შემოდგომა თქვენ გაძლევთ შესაძლებლობებს, რომ იპოვოთ საკუთარი თავი, ან იპოვოთ ის წერტილი საკუთარ თავში, რაც ძენია, რაც რელაქსია, ხო? ან რაც შთაგონებას იწვევს და შემდეგ უკვე იმოქმედოთ. თუმცა გააჩნია ისევ, მეორე პოზიციაზეა დამოკიდებული, აი როგორ მიუდგებით ამ პროცესებს, რა მიმართულებას მისცემთ. აი ეს არის, ანუ ეს შემოდგომა გაძლევთ შესაძლებლობებს და მეორე პოზიცია როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს, ხო, ეს უკვე თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია. კიდევ რას მოუტანს ისეთ სასიხარულოს ეს შემოდგომა მეორე პოზიციას, ასე ვიკითხავ. ნუ აქ სასიხარულო ასეთ აქ არაჩვეულებრივ ისეთ სასიხარულო ამბებს იქნება ეს ფინანსებთან დაკავშირებით თუ მატერიასთან დაკავშირებით თუ რაღაც საჩუქარი ვინმეს სახით ან რამის სახით, ასევე ოჯახურ თემებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს ეგ ძალიან ისეთი ბევრი სასიხარულო ამბავი, რაც გაგახარებთ, სადღესასწაულო, სტაბილურ რაღაცებს მოგიტანთ ეს შემოდგომა, მატერიალურ ბევრ შესაძლებლობას მოიტანს ეს შემოდგომა, ხო, ვიღაცისთვის ეს თანხებია, ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს რაღაც სახლი ან ნივთი, რაღაც ისეთი, მაგრამ ბევრი აი ასეთი სასიხარულო ამბავი. კიდევ სასიხარულო სასურველი მიზნების მიღწევა. აი რაც თქვენ გინდოდათ, ან რისთვისაც ბრძოლობდით, ან რისთვისაც იბრძოლებთ, აი ამ რაღაცებისთვის მიღწევა, უფრო მეტი თვითრეალიზება, უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება აქ პირველი მეთქი მეორე პოზიციის ცხოვრებაში. არკანი რო არა მომივიდა არც ერთ სფეროში, ვთქვით, რაღაც ახლა ასე წავიდე, უფრო კონკრეტული სახე რომ მივცე ამ მეორე პოზიციის გაშლას. კარგი, რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება მეორე პოზიციის ცხოვრებაში? ეს ვინმესთან, აქ ვიღაცასთან ურთიერთობა შეიცვლება. ვიღაცასთან ურთიერთობა აქ შეიცვლება. შეიცვლება როგორ? დადებითად მეორე პოზიციისთვის თუ დადებითად მეორე პოზიციისთვის, რა თქმა უნდა, შეიცვლება დადებითი მხრივ. აქ ვიღაცასთან ურთიერთობა, ან, გაჩნია ხო, აქ საჯარო გაშლა, ვიღაცა შეწყვეტს ადამიანთან, კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაციას, ვიღაცა კიდე რაღაც პრობლემებს მოაგვარებს და გააგრძელებს ამ ადამიანთან ურთიერთობას. გაჩნია, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანთან ბევრი უთანხმოება იყო, ან ეს ადამიანი ისე აკეთებდა, როგორც თქვენ არ გინდოდათ, ან თქვენ ამ ადამიანის მანიპულაციის მსხვერპლი იყავით. ეს სასიყვარულო სფეროდან არის თუ არა? მე არ ვფიქრობ, რომ ეს სასიყვარულო სფეროდან არის, შესაძლოა იყოს თქვენი კოლეგა, თქვენი უფროსი, თქვენი მეგობარი, თქვენი ნაცნობი, არ ვიცი, ვიღაც ესეთი ხმლების მეფე, პიროვნება, ვისთანაც თქვენ გქონდათ რაღაც სახის უთანხმოება, ვისთანაც არ იყო რაღაც სამართლიანობა და არ იყო გაწონასწორებული ურთიერთობა, რომ აი მე ეს და შენც ეს, ხო, რაღაც თანაბარი. არ იყო ეს, დარღვეული იყო რაღაც მომენტში. შესაძლოა იყოს რაღაც გარკვეული ურთიერთობა, სადაც იყო სარგებელი, ეს ადამიანი მხოლოდ თავის სარგებელს დასდევდა, ხო? აი, არ ვიცი ვისთვის რა ახლა, ხო? მაგრამ აი ამ ტიპის ურთიერთობის შეცვლა ამ კონკრეტულ ადამიანთან და უმრავლესობისთვის ეს იქნება ის, რომ მეორე პოზიცია იტყვის აქ თავის სათქმელს და დაფასებს საკუთარ თავს. და თუ აქამდე ეს ურთიერთობა იყო რთული და თქვენ არ გინდოდათ ეს ფორმატი ან სხვაგვარად გინდოდათ ურთიერთობის წაყვანა, ხო? თქვენ ამას მოახერხებთ. აქ უკვე რა თქმა უნდა გააჩნია ვისთვის რა არის აქტუალური და ვის როგორი დეტალები აქვს ამ ურთიერთობაში, მაგრამ ზოგადად, ხო, ეს მნიშვნელოვანი ცვლილება რაც ამოვიდა. კარგი. ის რასთან დაკავშირებითაც მეორე პოზიცია ყურადღებით უნდა იყოს, აი ისე მამაკაცი ამოდის მეგობრებო და ნახეთ როგორი საინტერესოა. აქაც 6-იანია და აქაც 6-იანი. ოღონდ აქ 6-იანი პენტაკლებია და აქ 6-იანი თასებია და აქ კიდე ხო იყო აქ ხმლების მეფე, აქ თასების მეფე.
აქ ვიღაც მამაკაცთან. ეს ვიღაც მამაკაცია. კი, ხმლების რაინდი. ეს ისევე ის ხმლების მეფეა? კი, თუ სხვა? ვა, ვიღაცასთან იგივე, ვიღაცასთან სხვა, მაგრამ ორივე მაღალი არკანი ამოვიდა, ორივე ჩემ მოთხოვნაზე. კაი, და ამ ადამიანთან ყურადღებით უნდა იყოს რა კუთხით? ემოციების კუთხით. ემოციების კუთხით რა, რომ აი არ შემოუშვას ეს ადამიანი მარტივად თავის გულში თუ არ ენდოს ამას გულისხმობთ, თუ პირიქით რაღაც გაუხსნას გული. არენდოს. ყურადღებით იყავით, რომ აი როგორ თქვა, აი გულუბრყვილოდ არ ენდოთ ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას აქ. თქვენ ემოციურ კუთხით. რატო? და თასების მეფე ნახეთ. იმიტომ რომ დიდი ალბათობა რომ ამ ადამიანმა მოგატყუოთ. ამიტომაც აქ მნიშვნელოვანი რაც უნდა გაითვალისწინოთ ამ პერიოდზე, ყოველ შემთხვევაში აი აჩვენეს და შესაძლოა ეს იყოს უახლესი პერიოდი და უახლოესი და მიტომაც აჩვენეს, ის რომ ვიღაც კონკრეტულ მამაკაცთან დაკავშირებით ემოციურ კუთხით იყავით ყურადღებით, ხო? უმრავლესობისთვის ეს სავარაუდოდ ისეთი სფერო იქნება რომანტიკული, ან ისეთი ემოციური უფრო მეტად, სადაც არის ესეთი ახლო კავშირი ადამიანთან, ან ისეთი არაფორმალური ურთიერთობა ადამიანთან, ხო? და აქ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ეს ადამიანი თქვენ არ გეგონოთ, რომ აი მითხრა და რაღაც კოშკებს აგიშენებთ, ყველაფერს დაგპირდებათ და საქმეზე რომ მიდგება გადაგაგდებთ, არ გააკეთებს. და ამიტომ აქ მნიშვნელობა არის, რომ ყურადღებით იყავით მის მიმართ. მოусმენთ თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ იგრძნოთ რომ გადყუებენ, რომ არ დარჩეთ მოტყუებულები და იმედ გაცრუებულები. ხო, აი ეს არის აქ ყურადღებით მისაქცევები. ეს პიროვნება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროდან არის, თუ არა, თუ გაურკვევლად არის. სასიყვარულო, არა. გაურკვევლად არის. აქ არის რაღაც ემოციებიც, თუმცა ან ეს ადამიანი გაურბის ამ ემოციებს, ან თქვენ გაურბი ხართ, მაგრამ არის ახლო ესეთი არაფორმალური საუბრები თქვენ შორის, ასე რომ ვთქვათ, არაფორმალური სახის ურთიერთობა. ამ პიროვნებას აქ მეორე პოზიცია იცნობს, კი, იცნობთ ამ პიროვნებას. იცნობს სტაბილურად, ან დიდი ხანია იცნობთ, ან უკვე იგრძნობთ, ვიზეც არის აქ საუბარი. ოკეი, ესე იგი აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში ეს შემოდგომა იქნება ცვალებადი იმ კუთხით, რომ ძველი სცენარების დახურვა ხდება, აბსოლუტურად ძველი სცენარების დახურვა, ძველი წარსული ტკივილების საბოლოო დახურვა და წინ წასვლა, იქნება ეს ურთიერთობებთან დაკავშირებით თუ ზოგადად თქვენს ცხოვრების სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებით და ახალი ციკლი. ახალი ციკლი და რა კარტია მე და კი, ახალი ციკლი, ახალი ჰორიზონტები, ახალი შესაძლებლობები, ახალი პროექტები. კი, ეს ყველაფერი იქნება. რა უნდა გაითვალისწინოს მესამე პოზიციამ, ასე ვთქვათ, რჩევა, რომ აი აბსოლუტურად დადებითად წარმართოს ეს ყველაფერი. იყოთ დაკვირვებულები და მოусმინოთ საკუთარ ინტუიციას. არ დახუროთ საკუთარ ინტუიცია, არ დაბლოკოთ საკუთარ ინტუიცია. თქვენ გექნებათ გრძნობები, აი იმპულსებს იგრძნობთ, რომ აი ესა, ani ის მინდა, ას გამოუშვით თქვენი კვერთხების დედოფალი. მაგრამ როგორ თქვა ის სწორად, როგორ თქვა ახლა ეს ქართულად? ანალიტიკასთან და სტრატეგიასთან ერთად. აი ასე ვიტყვი, ხო? იმოქმედეთ, თამამები იყავით, მაგრამ არ დაკარგოთ ცივი გონება და ანალიტიკური უნარი. ხო? არ დაკარგოთ ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვიყო გამბედავი, მომენტში იმპულსურიც, თუმცა აი ისეთი არა, რომ თავდავიწყებით სადღაც გადავვარდე ან რაღაც წამოვიწყო დაუკვირვებლად და ზედმეტად აჩქარებლად კი, მაგრამ გათვალეთ, ჩაეკითხეთ, თემა იქნება თუ ვიღაცასთან დაკავშირებით იქნება, დაუკვირდით, ანალიტიკა ჩართეთ, სტრატეგია ჩართეთ და შემდეგ უკვე იმოქმედეთ. ხო, აი ეს
ეს გაითვალისწინეთ და ეს არის რჩევა აქ. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენი ძველი სცენარები აქ იხურება. იქედან გამომდინარე რაღაც ძველი მიდის და იხურება მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ასევე შესაძლოა იყოს იმის დიდი ალბათობაც, რომ ძველი ადამიანები, ან ის სცენარები, რაც ადრე ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში, ან ის სცენარები, როგორცაც თქვენ თამაშობდით სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში, განმეორდეს, რომ აი ერთგვარი შემოწმება საკუთარი თამაშ, რომ აი აბა ახლა როგორ მოვიქცევი, ისე მოვიქცევი, შესაძლოა რაღაც სცენარები ბოლომდე გაითამაშოთ, წერტილამდე მიიყვანოთ და დაასრულოთ, ხო? და ზოგადად, რაც ან უნდა განმეორდეს ამ პერიოდში, იცოდეთ, რომ თუ განმეორდა, იმიტომ რომ თქვენ ისევ დაინახოთ ის, რაც აქამდე ვერ დაინახეთ და საბოლოოდ დაასრულოთ ეს ციკლი თქვენი ცხოვრების. აქ საბოლოოდ რაღაც ციკლი მიდის მეორე პოზიციის ცხოვრებიდან. სრულდება თავის ლოგიკურ წერტილს უახლოვდება და დროა შეცვლის, ხო? არ გამოვრიცხავ ვიღაცამ შესაძლოა საერთოდ შეიცვალოს აქ სფერო, გადავიდეს სხვაგან, ურთიერთობის სტილი შეცვალოს. არის აქ ცვლილებები. ასეთი ინფორმაცია იყო აქ მეორე პოზიციისთვის, ვისთვისაც რეზონირებს ეს ინფორმაცია, აუცილებლად დაალაიქეთ ეს გაშლა, დატოვეთ თქვენი უკავშირი, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ბედის მატრიცის სესიებზე. მივესალმები მესამე პოზიციას. ნახოთ, მთავარი წამყვანი ენერგია რა იქნება ამ შემოდგომის პერიოდზე თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ახლა ბევრნაირი ენერგია იქნება ჩვენს ცხოვრებაში ამ 3 თვის განმავლობაში, მაგრამ ესეთი მთავარი ენერგია, რაც იქნება წამყვანი მესამე პოზიციის ცხოვრებაში ამ პერიოდში. ნახოთ, დაკიდებული ადამიანი, Hanged Man, მე-12 არკანი. საინტერესოა. დაკიდებული ადამიანი, რომ ნახოთ ჩვენი დაკიდებული ადამიანის ენერგია. რაში იქნება? რას გულისხმობთ აქ? დაკიდებული ადამიანის არკანის ქვეშ კონკრეტულად, ხო? რა? აქ იქნება რაღაც ისეთი სიტუაციები, ნელი. ხო, ეს არ იქნება ისეთი ენერგია, რაც სწრაფად მოგიგვარებთ ყველაფერს. აქ არის რაღაც პაუზა. იქნება ეს ურთიერთობასთან დაკავშირებით თუ სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, აქ არის რაღაც პაუზა მესამე პოზიციის ცხოვრებაში, რაც გაძლევთ შესაძლებლობას სხვა კუთხიდან შეხედოთ ვითარებას. უფრო მეტად მოусმინოთ საკუთარ ინტუიციას. უფრო მეტად დაკავშირდეთ თქვენს უზენაეს მესთან, უფრო მეტად დაკავშირდეთ კოსმოსთან, სამყაროსთან და ყველაფერს შეხედოთ აი საერთოდ სხვა რაკურსიდან და არა რაღაც მატერიისა და რუტინის რაკურსებიდან, ხო? აი ეს იქნება უფრო მეტად აი ასეთი ეტაპი. პენტაკლების რაინდი, ეს არის ვინ, თუ ეს არის რა. ვინ, რა. კარგი. თასების დედოფალი თვითონ მესამე პოზიცია, ხო? აქ უფრო დაკვირვება საკუთარ ემოციებზე. ემოციების არა და ემოციებს გაურბის აქ მესამე პოზიცია. მე ვიტყოდი აქ მაინც თქვენს ემოციებთან დაკავშირებით იქნება ამბავი, თქვენს საკუთარ შინაგან სამყაროსთან დაკავშირებით იქნება ამბავი, თქვენს განვითარებასთან იქნება გვეჭველი ამბავი. რომ რაღაცები გადავაფასოთ, სხვანაირად შევხედოთ, შემოვხედოთ და ჩავხედოთ სიტუაციებს, ხო? აქ არ არის მოქმედება. ისეთი, ხო? აი რაღაც ქმედება. აქ არის მოქმედება, რა თქმა უნდა, ყველაფერშია მოქმედება, მაგრამ არა იმპულსური, არა სწრაფი და არა დინამიური. კარგი. ეს იქნება მთავარი წამყვანი ენერგია მესამე პოზიციის ცხოვრებაში. ვნახოთ ახლა ეს შემოდგომა, ხო? რომელ სფეროებში უფრო მეტად გააქტიურდება ენერგიები. აი, ყველაზე ისეთი გააქტიურებული მაღალი არკანით, რომელი სფეროები იქნება ამ შემოდგომის უახლოეს პერიოდში მაინც ისეთი აქტუალური. სასიყვარულო სფერო, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინა, თუ ყველა სფერო ერთად. საინტერესო. კაი. ურთიერთობები, პირადი ურთიერთობები, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, ოკეი. შვენი პენტაკლებივით მივდივართ, შვენიერია. კარიერა, სამსახური, ფინანსები,
ფინანსები კარგად დაჭდა, რუტინა, თუ ყველასფერო ერთად. ყველასფერო. აქაც მეორე პოზიციის მსგავსად მაღალი არკანი არც ერთზე არ დაჭდა. ამიტომ დასკვნა, აქ ყველა სფეროში იქნება ცვლილება და ყველა სფეროში რა თქვენ რაღაცებს მიიღებთ, თუმცა ნახეთ, წამყვანი ელემენტი ყველა სფეროში არის მიწა. მიწის სტიქი, ანუ ყველა სფეროში იქნება როგორიც, აი, რაზეც იშრომებთ, რასაც დათესავთ, იმას მოიმკით. აი, ასეთი სლოგანით არის აქ. რასაც თქვენ დათესავთ, იმას მიიღებთ. თუ თქვენ იშრომეთ, იქნება ეს ურთიერთობა, თუ ჯანმრთელობა, თუ თვითგანვითარება, ან შრომობთ და პროცესში ხართ, მიიღებთ შედეგს. თუ არა და ზიხართ და არც არ აკეთებთ, არც არაფერი არ იქნება, ხო? აი, ასეთი ინფორმაცია არის აქ, ყველა სფეროსთან დაკავშირებით. ახლა, რაც მეორე პოზიციასთან გავაკეთე, იმას ვიზამ აქაც. ასე გვითხარით მაშინ. ასე გავაკეთოთ ჩვენ. წავიდეთ. რას მოუტანს ზოგადად ეს შემოდგომა მესამე პოზიციას მის ცხოვრებაში? ასე. გამოცდილებას, ახალ საინტერესო გამოცდილებას, სადაც თქვენ დატოვებთ თქვენს კომფორტულ ზონას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი. არ იქნება ეს მარტივი. მე ვიტყოდი რაღაც მომენტებში მოგიწევთ გაშვება თქვენი შიშების, ან რაზეც იყავით ჩაპოტინებული, ხო? აი, რაღაც ისეთი მომენტების გაშვება, რასაც თქვენ არ აი როგორ თქვა სწორად. აღარ ну რეალურად აღარ გემსახურებათ, მაგრამ მაინც არ უშვებთ, ხო? იქნება ეს ვინმე თუ რაღაც არ უშვებთ. აი, ისეთი სიტუაციები შეიქმნება აქ, რომ მაინც მოგიწევთ გაშვება. რასაც თქვენ აქ არ უშვებთ, ხო? იმიტომ რომ სექტემბერი საკმაოდ ისეთია, განსაკუთრებით სექტემბერი, თან დაბნელებების კორიდორია. და მინდა აქ ხაზი გავსვა ამას, რის გამოთაც ეს ყველაფერი მოხდება განსაკუთრებით, რის გამოთაც ამ სექტემბერში. და ну რაც სექტემბერში შეეხება, ხო, რადგან ახლა სექტემბერია. და ისე ზოგადად, რა თქმა უნდა, აქ ზოგადად ბევრი საინტერესო გამოცდილება იქნება, მაგრამ უფრო მეტად აქცენტი არის გამოცდილებაზე. გამოცდილებაზე, შიშების დაძლევაზე და განვითარებაზე და რაღაცების უკან დატოვებაზე და ჩამოშორებაზე, რაღაცების, რაც უკვე აღარ გჭირდებათ და აღარ გემსახურებათ. თავარი გამოწვევა მესამე პოზიციის ცხოვრებაში ამ შემოდგომის, ასე ვიტყვი. მომინდა შეკითხვის და თავარი გამოწვევა. თასების რაინდი, ეს არის ვინმე, თუ ეს არის რაღაც. ესე იგი, ეს სიტუაცია თუ ემოციები. სიტუაცია, რომელიც ისევ ვიღაცასთან დაკავშირებით არის. ეს თავარი გამოწვევა ადამიანის სახით არის თუ სიტუაციის. ადამიანიც არის და სიტუაციაც არის აქ. სიტუაცია, რომელიც თქვენ აი როგორ თქვა, გაიცულებთ, რომ დატოვოთ თქვენი კომფორტული ზონა. რომ გამოხვიდეთ კომფორტული ზონიდან და იმოქმედოთ. რაღაცები გადაჭრათ, რაღაცები დაიცვათ, რაღაცები თქვათ ხმამაღლა და იმოქმედოთ. ეს იქნება ესეთი მთავარი გამოწვევა აქ, ხო, გარემოდან, გარემო სიტუაციებში და შინაგანათაც. რომ აქ ხო, რომ თქვენ მიაღწიოთ საკუთარ თავში შინაგან სამყაროს. რომ გამოიყენოთ ის უნარები, შესაძლებლობები, რაც არის თქვენში. გამოიყენოთ ეს და არა უბრალოდ იჯდეთ ამით და ელოდოთ ვინმეს ან რამეს, ხო? ეს არის აქ. მთავარი გამოწვევა ამ შემოდგომის. რა სასიხარულოს მოუტანს ეს შემოდგომა მესამე პოზიციას? გამარჯვებას, ახალ შანსებს, ახალ საინტერესო ჰორიზონტებს. მე ვიტყოდი ისეთ ხაზს, სადაც უფრო მეტი პერსპექტივები გექნებათ, ხო? ისეთი თეთრი ხაზი, რო ეტყვიან, თეთრ ზოლს თქვენ ცხოვრებაში, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, უფრო ლიდერულ პოზიციას დაიკავებთ, უფრო დარწმუნებულები გახდებით საკუთარ ძალებში, ვიდრე აქამდე. თუ აქამდე იყავით დაურწმუნებულები, ან რაღაც სადღაც ვერ გამოდიოდა, არ გამოდიოდა ისე როგორც გინდოდათ, აი ახლა აქ სასიხარულო ეს შემოდგომა ზუსტადაც მოგიტანთ იმას, რომ გექნებათ ახალი შანსები, რომ აჩვენოთ თქვენი თავი სოციუმს, რომ აი წარადგინოთ
არა, წარადგინოთ ცუდი სიტყვა, გამოიყენოთ თქვენი უნარები. ახალი შანსები და ახალი პერსპექტივები, ხო, ვისთვის რა სფეროში იქნება ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ და თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ხო? აქ ძალიან ზოგადად ვეხებია ხოლმე, ზოგად მიმოხილოს ვაკეთებ თან საჯაროს. კიდევ სასიხარულო რა იქნება აქ? ნუ შანსები, მოქმედება, ძალიან ისეთი ქმედ უნარიანი სიტუაციები, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აი ანათოთ და იმოქმედოთ. რესურსული მდგომარეობა. მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს რაღაც მომენტში იქნება პაუზა და შემდეგ ამ პაუზის შემდეგ იქნება ძალიან ბევრი რაღაც მესამე პოზიციის ცხოვრებაში, სადაც ის ენერგია რაც იყო დაპაუზებული, დაგროვდება და გამოანათებს. რაზე გააკეთოს აქცენტი მესამე პოზიციამ ამ შემოდგომას? თქვენს გულზე. აქ რა უფრო მეტად შეიყვაროთ საკუთარ თავი. აქ აქცენტი საკუთარ თავზე. რა მინდა მე? აი რა ბოდიში ჟარგონულად ვიტყვი, რა მისწორდება მე? აი რა მინდა მე? რა მისწორდება, რა მინდა რომ გავბედო და ვერ ვბედავ? უფრო მეტი სითამამე, უფრო მეტი გამბედაობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვიყო მე, ვინც მინდა რომ ვიყო. და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ვიღაცას ეწყინება, ან ვიღაცას არ მოეწონება, ან ვიღაცა გამაკრიტიკებს. რამედ ვიყო ის მე, ვინც ვარ. არ შემეშინდეს ჩემი ინტუიციის, არ შემეშინდეს ჩემი ძალის, არ შემეშინდეს ჩემი გრძნობების და ვიმოქმედო. ვიყო კრეატიული, ვიყო შემოქმედებითი, გავაკეთო. არ ვიჯდე და არ ვიყო ფოთოებში. აი ეს მნიშვნელოვანია. და ენდოთ საკუთარ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენდოთ საკუთარ თავს. თქვენ არ გეჩვენებათ. ხო, როდესაც ჩვენ აი ინტუიცია და ისეთ წინაგრძობა საერთოდ სხვაა, ხო? ეგრევე ნათლად თუ დააკვირდებით, ნათლად მიხვდებით, სად არის ინტუიცია და სად თქვენი გონება. აი თქვენი ინტუიცია არ გატყუებთ, არ გეჩვენება. მართლა თუ ინტუიციურად გრძნობ რაღაცებს, მართლა ასია. ხო? რა თქმა უნდა, ეს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ობიექტურობაც არ დავკარგოთ. კარგი. და ჯამში რას მოუტანს ეს შემოდგომა მესამე პოზიციას? ნუ ისევ ტუზი. ბევრი ცეცხლოვანი ენერგია. ბევრ რაღაცის გარკვევას, ბევრ სხვადასხვა გვარ ემოციას მოიტანს და მთავარი, ხო? აი როგორ თქვა სწორად, ახლა ქართულად ვცდილობ რომ რაღაც ქართულად დავალაგო ეს აზრები. გადახედვას. აი რომ ადევნებ თვალს მოვლენებს, რაც ხდება შენში, რაც ხდება გარშემო, ადევნებ თვალს შენს ემოციებს, რას გრძნობ და აი თითქოს პროცესს მიყვები, მაგრამ ამავდროულად სადაც საჭიროა მოქმედება, იქ გარკვეულ მოქმედებებს აწარმოებ. სადაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, იქ წყვეტ. სადაც საჭიროა იჯდე, იქ სიხარ, ხო? და ამ ყველაფერს ინტუიციურად აკეთებ, ანუ იმიტომ კი არა რომ 100-ია საჭირო, არამედ გრძნობ ამას, სად არის, სად საჭიროა იმოქმედო, სად არა. ხო, კიდე რა შემიძლია თქვა. მე ვიტყოდი რაღაცებზე აქ მესამე პოზიცია თვალებს გაახელს და აახელს. მომენტში შესაძლოა ეს არ იყოს მარტივი, ან არ იყოს სასიამოვნო, იქნება ეს რაღაც სიმართლე, იქნება ეს ვიღაცასთან დაკავშირებული სიტუაციები, თუ თქვენივე ემოციები, ხო? რაღაცებზე აქ იქნება თვალის ახედვა, შეხედვა, დანახვა. ჯამში შემიძლია თქვა, რომ ეს შემოდგომა ბევრ რაღაცას სხვა კუთხიდან დაანახავს. მესამე, ორი კი, სხვადასხვა რაკურსებიდან. ამ რაკურსიდანაც და ამ რაკურსიდანაც. აქაც დაგაჯენთ და აქაც დაგაჯენთ. და რომ ნახოთ, რომ აი როგორია აქ და როგორია აქ. ხო, რომ მოსინჯოთ. სხვის პოზიციაზე ყოფნა, საკუთარ პოზიციაზეც ყოფნა, ხო? აქ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ოდესღაც ვინმეზე თუ ამბობდით, რომ ой, ის სულელი და ასეთი შესაძლოა თქვენთანაც ისეთ სიტუაცია მოხდეს, როგორც აი ამ ვიღაც ადამიანთან, ვიზეთ საუბრობდით, რომ გამოცადოთ. ხო? როგორია ეს? ესეც შესაძლოა იყოს აქ. კარგი. ძალიან ერთი და იგივეები რო არ ვეკითხო, ხა რჩევას ვიკითხავ აქ მესამე პოზიციისთვის რჩევას. მოირჩინეთ თქვენი გული
აღიდგინეთ თქვენი ძალები, აქ მეტი სულიერი ასპექტი სულიერებაზე. აი, ასპექტი გააკეთეთ, ასპექტი კი არა, ფოკუსი გააკეთეთ თქვენს სულიერ ასპექტზე. სულიერებაზე, თქვენს სულზე, თქვენს სულიერ განვითარებაზე. მეტი იკითხეთ ამასთან დაკავშირებით, ხო? სულთან დაკავშირებით. უფრო მეტად ჩაღრმავდით ამ თემებში, მეტი მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას, მეტი იმედიტირეთ და აი ამ პროცესებში ყველაფერი ის, რაც გამძიმებდათ და გაბრკოლებდათ, მორჩება და წავა. ხო, აი ასეთი რჩევა და გამოიწვევს თქვენში ავსებას და სიუხვეს. ეს კმეტებები, ხო? ასეთი ინფორმაციები რო აქ მესამე პოზიციასთან, ვისთვისაც ეს ინფორმაცია რეზონირებს, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირები. მე ვეცადე მაქსიმალურად სამივე პოზიცია რაღაც კონკრეტული ყოფილიყო, თუმცა ძალიან რთულია მეგობრებო, იმიტომ რომ არც ერთ სფეროზე არც მესამე პოზიციასთან, არც მეორე პოზიციასთან არ ამოვიდა მაღალი არკანი, ამიტომ ახლა ვერ დავიწყებთ ის ყველა სფეროს აქ გაანალიზებას ნახდათ, საკმაოდ ენერგო დამხარჯველი პროცესია საჯარო გაშლის დროსთან. ხო, ამიტომ რაღაც ასე ზოგადად ვეცადე რომ მომეწოდებინა თქვენთვის ინფორმაცია. თუ მისაღებია თქვენთვის მშვენიერი, აუცილებლად დატოვეთ უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით, როგორ რეზონირებს, რას ფიქრობთ. ვისაც არ გამოუწერია ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, ხოლო ვისაც უკვე აინტერესებს დეტალური სიტუაციების განხილვა, დეტალურად გინდ ეს გაშლა, ან კიდე სხვა თემა, ხო? გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ბედის მატრიცის სესიებზე, იქაც ძალიან საინტერესო და სიღრმისეული ინფორმაცია არის. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას.